გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას ლოცვა კურთხევით გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის თანამშრომლობით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ტრადიციული სააღდგომო გამოფენა გაყიდვა გაიმართა. დღეს ტრადიციული გამოფენა ბაზრობა ტარდება, საქველმოქმედო გამოფენა ბაზრობა, რომელსაც ატარებს ატენისა და გორის ეპარქია, მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით, ატარებს წითელი ჯვრის გორის ორგანიზაცია და ატარებს გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო და ტურიზმის განყოფილება. ჩვენ ყველანი ერთობლივად ყოველთვის ტრადიციულად ვატარებთ ამ ღონისძიებას და დღესაც რა თქმა უნდა ჩვენი ხალხური რეწვის ოსტატები მობრძანდნენ გამოფენაზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ამ საქველმოქმედო გამოფენა ბაზრობაში. უკვე წლებია საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა ეწყება როგორც სააღდგომოთ ისე საშობაოდ მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალის ორგანიზებით და ძალიან გვეხმარება და გვერდში გვიდგას გორის კულტურის განყოფილება და ასევე ტურიზმის დეპარტამენტი. დღეს შემოსული თანხით სრულად დავეხმარებით გორის იოანე მოწყალის სახელობის ხანდაზმულთა დღის ცენტრს. მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ნივთი სააღდგომო თემატიკის გამოიტანონ, გამოფინონ, გაყიდონ, სარგებელი მიიღონ თვითონ და რაღაც ნაწილი ჩააგდონ შესაძლოა ყუთში. აქ ცენტრში არის დადგმული საქართველოს წითელი ჯვრის ყუთი, შემდეგ დავითვლით, ხელს მოვაწერთ კომისიის 5 წევრი, დავითვლით რამდენი არის თანხა და გადავცემთ ხანდაზმულთა დღის ცენტრს. პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდა. შეწირული თანხით ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალის სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს დაეხმარებიან. გორისა და ატენის საპატრიარქო ყოველწლიურად აწობს ხოლმე წითელ ჯვართან შეთანხმებით და ერთობლივი გამოფენები ტარდება და ვინც ვაკეთებთ. აი, ჩემი ნამუშევრები წარმოვადგინე. მეორედ ვარ გამოფენაზე. ნახოთ რატო. წინ გილოცავთ. მრავალ აღდგომას დაესწრეთ ბედნიერად. სარგებლობ შემთხვევით და ყველას ულოცავ დამდეგ აღდგომის დღესასწაულს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მოხარული ვარ ამ საქველმოქმედო გამოფენის და მადლობას ვუხდი ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც აი ესეთი გამოფენა მოგვიწყო, ასე ვთქვათ. ეს ერთგვარი ხელშეწყობაც არის სიმხელოვანი ხალხისთვის, ვისაც ესეთი საქმე აინტერესებს. არის რომ იყოს ესეთი ქველმოქმედება და გამოფენა. შესანიშნავი დღეა და ფიქრობ აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ხოლმე. ცნობისთვის სააღდგომო ბაზრობა თითქმის ყოველწლიურად იმართება და მან ტრადიციული სახე მიიღო.